უმაღლეს სასწავლებლებში ბაკალავრიატის საფეხურზე ქართული ენის სწავლება კვლავ სავალდებულო იქნება. უნივერსიტეტებს ეს ვალდებულება 2005 წელს გაუქმდა და ის დღეისათვის მხოლოდ ფილოლოგიურზე ისწავლება. სხვა ფაკულტეტებზე კი შერჩევითი საგნების ჩამონათვალში შედის. სიახლის განათლების კომიტეტმა მხარი ერთხმად დაუჭირა კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით სტუდენტების მხრიდან მშობლიური ენის გამართულად ფლობა გამოწვევას წარმოადგენს. სიახლე სავარაუდოდ ახალი სასწავლო წლიდან დაინერგება. თუ ჩვენ ამაში ვთანხმდებით, რომ საუნივერსიტეტო განათლება ითხოვს აკადემიური და სამეცნიერო ენის ფლობის სხვა კომპეტენციების, უფრო ღრმა, ფართო კომპეტენციების მიცემის აუცილებლობას, სრულად ნათელი და მკაფიო ხდება, რომ საბაკალავრო საფეხურზე ამ მხრივ გვაქვს საკმაოდ დაბალი დონე. აი ხარისხის გამოსწორებას ემსახურება პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ ქართული ენის სავალდებულო კურსად შემოღება უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში და ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემი აზრით, ეს ფაქტი მხოლოდ და მხოლოდ მისაბაძი, მხარდასაჭერი და მისასალმებელი არის. მთავარი გამოწვევა რაც იქნება ალბათ, ეს რა ფორმით ინტეგრირდება ასეთი სავალდებულო სასწავლო კურსი სხვადასხვა სპეციალობის პროგრამებში. რანაირი პროგრამა შეიქმნება, იმიტომ რომ აუცილებლად დადგება საკითხი იმის შესახებ, რომ გათვალისწინებული იქნეს მიმართულებები, თავად დარგობრიობა. სტუდენტისთვის ეს საგანი უნდა იყოს ახალი სიახლის მიმცემი, დარგობრივი ტერმინოლოგიით გათვალისწინებული, რომ მან შეძლოს თავისუფლად სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავება, სამეცნიერო ნაშრომის შექმნა, აზროვნება და მოგეხსენებათ, რომ სახელმძღვანელოები ძალიან ბევრი არის უცხოური ან ნათარგმნი და ქართული ენის გარემოში მორდება აი ამ აკადემიური და სამეცნიერო კომპეტენციებრივი კომპეტენციის განვითარება, როგორც ზეპირი მეტყველების, ასევე წერითი მეტყველების. ფიქრობთ, ალბათ ეს საკითხები იქნება და გათვალისწინებული ყველა მიესალმება და მხარს დაუჭერს აღნიშნულ ფაქტს. იმიტომ რომ ქართული ენის ცოდნა არის ყოველად აუცილებელი, ყოველად მნიშვნელოვანი, მაგრამ მისი ფლობის დონე გასამიჯნია საგანმანათლებლო, ზოგად საგანმანათლებლო სკოლაში, უმაღლეს საუნივერსიტეტო განათლებაში.